პოლიტიკური სისტემები და სტრუქტურული და სოციალური სტრუქტურები ადამიანებს აჯერებენ, რომ უძალონი არიან, მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული, მათი ადგილი პოლიტიკაში და მშვიდობის მშენებლობაში არ არის, ხომ? და რომ უსამართლობა და ჩაგვრა არის გარდაუვალი. ფაქტიურად ქართული პოლიტიკური სისტემა დღეს საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებს ამაში, რომ უსამართლობა და ჩაგვრა არის გარდაუვალი და ამით რეალურად ჩვენს მოქალაქეებს აკარგვინებს რწმენას მომავლისადმი და ზოგადად საქართველოსადმი, როგორც იდეისადმი, ხო? რა ტიპის მშვიდობას გვასაღებენ ჩვენ, ხო? რომ ერთი კაცის ახირება და უსაფრთხოება არის თურმე მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ, როდესაც სინამდვილეში შიშისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება მშვიდობა, როდესაც შეგიძლია რომ ხვალინდელი დღე დაგეგმო, როდესაც ეკონომიკური კეთილდღეობა მთლიანი საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ ოლიგარქებისთვის და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური წრეებისთვის და მშვიდობა არის, როდესაც სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური ჯგუფები დაჩაგრულად და მარგინალიზებულად კი არ გრძნობენ თავს ამ ქვეყანაში, არამედ ისინი თავს მიიჩნევენ როგორც თანასწორ სრულფასოვან მოქალაქეებად და ერთად შრომობენ საქართველოს კეთილდღეობისად.